გრძელდება 2 წლის წინ დაწყებული პროექტი, რომელიც გასტრონომიული ტურიზმის ხელშეწყობას ისახავს. მიზნად პროგრამა მზის კარის სხვადასხვა კუთხის მცხოვრებლებს აგროტურიზმის განვითარებაში ეხმარება. პროექტის მონაწილეები ტურისტებს რეგიონისთვის დამახასიათებელი ავთენტური კერძებით უმასპინძლდებიან და ადგილობრივ ტრადიციებსა და კულტურას უზიარებენ. საოჯახო სამასპინძლო ობიექტებისთვის განკუთვნილი პროექტი სხვა აქტივობებსა და ტურისტულ შეთავაზებებსაც მოიცავს, რაც რეგიონების პოპულარიზაციასა და ცნობადობის გაზრდას უწყობს ხელს. თუ იმერეთში, კერძოდ სოფელ გელათში მოხვდებით, მაშინ აუცილებლად უნდა ესტუმროთ აგროსახლ ქორენას, რომელიც იმერული კულინარიისა და კულტურის ნაკრებს თავაზობს, ავთენტურობისა და მრავალფეროვნების მაძიებელ სტუმრებს. მასპინძელი მაია კეზევაძეა, რომელმაც სოფელში საცხოვრებლად გადასვლის შემდეგ საკუთარ სახლში პატარა სასტუმრო გახსნა. მოგვიანებით კი აგროტურისტული ობიექტი უკვე გასტროტურიზმის ერთ-ერთ გამორჩეულ სამასპინძლოდ აქცია. ეს ყოველივე კი როგორც თავად ამბობს, პროგრამა მზის კარის დამსახურება რომლის მიზანიც სწორედ ქვეყანაში გასტროტურიზმის განვითარება და ხელშეწყობაა. ჩემთვის ყოველთვის იყო მასპინძლობის თემა ნომერ პირველი და სულ მინდა რომ ჩემი სტუმრები თავს გრძნობდნენ არა სადღაც სასტუმროში ან რესტორანში, როგორც საკუთარ სახლში. პროგრამა მზის კარის კიდევ ერთი წარმომადგენელი ზაზა ივანიძეა. 3 წლის წინ ივანიძეების ოჯახის ინიციატივით მესხეთის სოფელ ღრელში გაჩნდა გარემო, სადაც სტუმრებს ადგილობრივ კულტურას, ტრადიციებს და კულინარიას აცნობენ. მესხურ ფურნე ამბარში გამომცხვარი პური, რომელიც წითელი დოლის ხორბლით მზადდება, ნამდვილ მესხურ არომატს ატარებს, რაც რეგიონის კულინარიულ ტრადიციას საუკეთესოდ გამოხატავს. ზაზა ივანიძე ამბობს, რომ მას შემდეგ რაც პროგრამა მზის კარში ჩაერთო, მკვეთრად გაიზარდა ვიზიტორთა რაოდენობა. უფრო და უფრო მეტი ახალგაზრდა ინტერესდება პურის ცხობის მასტერკლასებით და ზოგადად მესხურის სამზარეულოს გაცნობით. ჩვენ რო ეს დავიწყეთ, ასე ვთქვათ, თითოეულ ადამიანი თუ გსტუმრობდა. იმიტომ რომ მათ არ იცოდნენ ჩვენ შესახებ, არ იცოდნენ ამ მესხურის სამზარეულოს, აქ თუ ახალციხესთან ახლოს რამოდენიმე კილომეტრში არსებობდა ესეთი ვთქვათ შეთავაზება. აღსანიშნავი არის, რომ მონდომება გამოხატა ადგილობრივმა ჩვენი სხვადასხვა კუთხის სკოლებმა, პედაგოგებმა, ბავშვებმა, სადაც აქ მიმდინარეობს ის ზუსტად ჩართვა ბავშვების თუ როგორ ხდება პურის ცხობა, ფქვილთან, პურთან შეხება და ფურნესთან ცხობა. ეს მამაპაპური ადაწესების გაცოცხლება. რა არის პროგრამა მზის კარი? ეს არის ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროექტი, რომელიც მხოლოდ იმ მასპინძლებს აერთიანებს, რომლებიც სტუმრებს ქვეყნისა და კონკრეტული რეგიონებისთვის დამახასიათებელ ტრადიციულ კულინარიულ გამოცდილებას თავაზობენ. ამასთან კვების მომსახურებასთან ერთად უზრუნველყოფენ სადემონსტრაციო საინტერპრეტაციო აგროაქტივობებსა და გასტრონომიულ მასტერკლასებს. ამ ეტაპზე პროექტში 20-მდე საოჯახო სამასპინძლო ობიექტია ჩართული. როგორც ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში აღნიშნავენ, ჩამონათვალი როგორც რეგიონების, ასევე ობიექტების მიმდინარე წელსაც გაფართოვდება. ამასთან აღსანიშნავია, რომ მზის კარის მონაწილე მასპინძლებს აქვთ წვდომა აწარმოეს საქართველოში პროგრამის სპეციალურ პირობებზე. აქ მნიშვნელოვანია როგორც ტექნიკური დახმარება, რომელსაც უწევს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მეწარმეებს, ასევე ფინანსურ კომპონენტზე ხელმისაწვდომობა, რომელიც ხორციელდება სააგენტო აწარმოეს საქართველოს ბაზაზე და ერთობლიობაში ეს გვაძლევს საშუალებას, რომ შევთავაზოთ ტურისტებს კიდევ უფრო მეტი ავთენტური, განსაკუთრებული გამოცდილება და სერვისები ამ შემთხვევაში გასტრონომიის მიმართულებით, რაც არის ერთ-ერთი პრიორიტეტი საქართველოსთვის მისი პოზიციონირება თვალსაზრისით საერთაშორისო ტურისტულ ბაზრებზე. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ერთ-ერთი თვალსაჩინო პროექტი მზის კარი, რომელშიც უკვე 15 მონაწილეა, თავს უყრეს ადგილობრივ მეწარმეებს, ოჯახებს, მასპინძლებს, რომლებიც ტურისტებს განსაკუთრებულ თავგადასავალს თავაზობენ. გარდა იმისა, რომ გასტრონომია არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროდუქტი, ისინი ქართული კულტურის, სუფრის და მასპინძლობის ტრადიციას აცნობენ სტუმრებს. გასტრონომიული ტურიზმის მხარდაჭერის მიზნით 2024 წელს საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ დაიწყო ოჯახური გასტრონომიული მასპინძლობის ქსელის მზის კარის განვითარება, რომლის მიზანია რეგიონული იდენტობის გაძლიერება, მომსახურების ხარისხის ამაღლება და ტურისტული შეთავაზებების გამრავალფეროვნება. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მზის კარის წევრებს აქტიურად უჭერს მხარს მათი ცნობადობის, მომსახურების ხარისხისა და კონკურენტუნარიანობის ამაღლებაში, სოციალური მედიისა და ციფრული კამპანიების მეშვეობით, უზრუნველყოფს სარეკლამო ვიდეოებისა და ფოტოკონტენტის
კონტენტის მომზადებას, რაც ზრდის როგორც რეგიონის, ასევე კონკრეტული ობიექტის ცნობადობას ადგილობრივ და საერთაშორისო ტურისტულ ბაზრებზე.